დღეს არის 11 აგვისტო და 2008 წლის ომიდან გასულია ზუსტად 18 წელი, ყველამ ვიცით. ეს ორივე თარიღი არის სიმბოლური. 18 წელი რო არის გასული და 11 აგვისტო რო არის. იმიტომ რომ 11 აგვისტოს დასრულდა ოფიციალურად საბრძოლო მოქმედებები. შეიძლება ლოკალურად იყოს სადმე რაღაცა, მაგრამ მოკლედ 11 აგვისტოს ჯარების გაყვანის ბრძანება იყო გაცემული. ეხლა 18 წელი რით არის სიმბოლური და ძალიან სიმბოლურია. ალბათ შეიძლება 10 წელი იყოს სიტყვაზე მგვალი თარიღი 15 ან 20 არა, 18 არის სიმბოლური და რატო? საქართველოს რაც დაარსა, ანუ ადამიანმა რაც თქვა, რომ მე ქართველი ვარ და საქართველოში ვცხოვრობ საუკუნეების წინ, იმის შემდეგ თაობა არ ყოფილა, რომელსაც ომი არ გადახდენია. მე არ რომ ახლა ადრეულ ასაკში თუ დაიღუპა ადამიანი და რაღაცა პერიოდი არ იყო ომი. სრულ ასაკამდე რომ ანუ სრულ ასაკამდე უბრალოდ არ არსებობს ასეთი, რომელსაც ომი არ უნახავს. და 18 წელი არის ადამიანის იმას რა ქვია სრულწლოვანების თარიღი, ხო? და მას შეუძლია ჯარში დასვლა და ომი თუ მოხდება, ღმერთთან უკნას, ადამიანის მოკლის უფლება კი არა, ვალდებულება აქვს. ანუ თაობა, რომელიც 2008 წელს დაიბადა, დღეს წელს ან გახდა, ან გახდება სრულწლოვანი. და მას ომი არ აქვს ნანახი. და ამ 18 წელი მსგავსი დისტანცია ომებს შორის, მონაკვეთი, ანუ როცა ომი არ ქონია საქართველოს, დიდი ხანი არ ყოფილა. 99 წლის შემდეგ კადაიანგარი შედება 2004 წლის ომის ჩათვალეთ 92-93-ში აფხაზეთის და მოკლედ 8 და თავისთავად ყველა ის ომი რაც ქონია საქართველოს 98-ში იყო სხვათა შორის პატარა შეტაკება. მოკლედ ამხელა დისტანცია ომებს შორის არ ყოფილა ინტერვალი უბრალოდ. ის ადამიანები რომლებიც 2008 წელს ან 2008 წლამდე დაიბადნენ თუნდაც 10 წლის რო იყო ბავშვი 2008 წელს ისინი ხო იმ პერიოდში ომს ვერაცნობიერებდნენ რა იყო. ანუ ომის საფრთხეს ვერაცნობიერებდნენ, ბავშვები იყვნენ. უფროსები კი, მაგრამ ისინი ხო ვერაცნობიერებდნენ. და დღეს მიტინგებზე დგას ეს თაობა, აი ზუსტად ეს თაობა და ომი გვინდაო რო იძახის, ის ხალხი უდგათ გვერდით. ომი გვინდა, კი ომი მინდაო. აბა გაიხსენეთ რამდენ პოლიტიკოს, რამდენ მსახიობს, ან რამდენ აქტიურ პირს, რომელიც მოიაზრებიან ამ მიტინგების ორგანიზატორებას, რამდენ ბლოგერს თუნდაც უთქვია და ამათ გვერდზე დგას. ამათ გვერდში დგანან. ახლა ისინი ომს არ ითხოვენ, მაგრამ ამათ გვერდში ხო დგანან. ადამიანები, რომლებიც ომს ითხოვენ. და ის თაობა, რომლებიც შეიძლება არ არის მინისტრების შვილები, მსახიობების შვილები და მდიდრების შვილები, უმრავლესობა 95%. ომი რომ მოხდება, მათ მოუწევთ ომში წასვლა და არ იციან რას ითხოვენ. უბრალოდ რისი მომთხოვნის გვერდში დგანან. არ იციან და ითხოვენ რაღაცებს. ახლა ისინი სწორს ითხოვენ, მართალს ითხოვენ, არ მაინტერესებს. რომ მოხდეს ომის საუკეთესო შემთხვევაში და ჩვენი დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ, რა მოხდება, ხო იცით? აი უბრალო ადამიანების შვილების სისხლით მორწყულ მიწებზე ვილებს აიშენებენ, აი დიდრები, პოლიტიკოსები, მსახიობები და ასე შემდეგ. და გაატარებენ დროს ამ ვილებში და აი ამათი მშობლები, ცოლები, შვილები სოციალური დახმარების აღების რიგში გაატარებენ. დროს და ისიც 18 წლის ახლა რო გახდა 18 წლის აგვისტოს გმირების შვილები მოუხსნეს სოციალური დახმარება. სრული ასაკი არისო და მეტი აღარ გეკუთვნისო. აი დღეს კანონია ასეთი, რომ სოციალური დახმარება 18 წლისას ეხსნება დავუშვათ აგვისტოს ომში მოკლედ ვეტერნის შვილს, რომელიც დაღუპულია. აი ასეთი ხალხის გვერდით გახართ თქვენ, რომლებიც მიტინგებზე დროს ატარებთ და ის ხალხი შეიძლება თქვენ მოყვანილი არ არის, მაგრამ რომ მოდის იქ ის ადამიანი, უნდა ან არ უნდა მოუშვათ, ან თუ მოვა უნდა გააგდოთ. დაფიქრდით, აბა ვის გვერდით გახართ.